ბატონი გადმიძე იქნება, ღონტი იქნება თუ გასვლიანი იქნება. პოლიტიკა არის დღეს ეხლა ჩემთვის ფაქტი დადგა უარყოფითი. საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი კოჭლი ნაბიჯი გადავდგით. ამაზე მაქვს საუბარი თორე ხა აიღებს თუ არა პოლიტიკურ ბაზრობას. მე ბატონ გრიგოლთან გადმოვიდე. კოჭლი ნაბიჯი გადავდგით საერთაშორისო ასპარეზზეო. ეჭქვეშ დააყენებს თუ არა საქართველოს ჩვენი სისტემის არ ბატონ გრიგოლს არ მივეც საშუალება და ამიტომ მასთანაც მინდა გადავიდე შეკითხვით და შემდეგ შეგიძლიათ განაგრძოთ და რამდენიმე წუთში ასევე ჩართვები გველოდება. ბატონო გრიგოლ, ეჭქვეშ დგება თუ არა თავისუფალი სასამართლო როგორც ასეთი საქართველოში. ეს ყველაფერი საერთაშორისო ასპარეზზე. ამის შემდეგ რას ფიქრობთ თქვენ? დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან საინტერესო და სპეციფიკური თემა. ესე იგი, მინდა ცოტა პრეისტორიას გადავხედო, ესე იგი, საქართველოს მართლმსაჯულების განვითარებაში, რა თქმა უნდა, ახლა ვინც მოღვაწეობს ამ სისტემაში, ამ სტრუქტურაში, ის ამჩნევს, რომ ნაბიჯ ქვეყანა ვითარდება და მინდა ახლა ცოტა პრეისტორიაში ანუ გულისხმობ ეს, რომ შევარდნაძის პერიოდში სტრასბურგის მოსამართის დანიშვნა მოხდა ძალიან თავისუფლად. მაშინ არ გამოუწევი ამდენი დებატები და ამდენი დაკვირვება ევროსაბჭოთა და ევროკავშირის სამოქალაქო სექტორის სუსტი იყო. ახ, დიახ, უკაცრავად გასაგებია. სააკაშვილის პერიოდშიც ანალოგიური ანუ ესე აჟიოტაჟია არატეხილა თუმცა უარი არ ვიცი ხო თუ არა. არა, არ იყო წოწორიაზე. არა, ხო და სხვა რამის ვიზახი. დღეს მე ვფიქრობ, რომ ესე იგი ეს ყველაფერი არის ახლა. ესე ერთპიროვნულად ანუ ესე იგი რადიკალურად შევხედოთ, რომ ყველაფერი უარყოფითად არის, მე ამის წინააღმდეგი ვარ, მაგალითად, გინდა სუბიექტური დამარხვი და მე ვფიქრობ, ჩემი აზრი ობიექტური, იმიტომ რომ ქვეყნის შესაბამის განვითარებას, ანუ მართლმსაჯულების კუთხით განვითარებას, ეხლა ჩვენ ვიცით, შევარდნაძის პერიოდში იყო მდარე და დაჭაობებული პროცესები იყო სააკაშვილის პერიოდში გარკვეული განვითარებასთან ერთად რაღაცა მარგინალური პროცესები წარმოიშვა, ეხლა არ განმეორდებით, რაც იყო და დღეს ხელისუფლება ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვით მართლმსაჯულების აბსოლუტურად სხვა თემაზე ვსაუბრობ. ქართულ მართლმსაჯულების თემაში პრობლემებია, დაწვრილებით ზეპირად გეტყვი, მაგრამ მივდივარ და ვითარდება. ვითარდიახ და მე ვფიქრობ, რომ ვითარდება დღეს რო სტრასბურგის ესე იგი ის იქნება ისიც მითხრა დავითარდება იურისტი ვარ და მეც არ ვაკეთებ მეც. როდესაც ევროკავშირი ესე ვთქვათ გამადდებით აკვირდება მოსამართლეების დანიშვნის პროცესებს ეს კარგია. დიახ, მე ვფიქრობ ქვეყანა ვითარდება, ესე იგი განვითარების იმ ეტაპზეა უკვე. ეს არ ნიშნავს ქვეყანა ვითარდება. ეს ნიშნავს რომ რაღაც მოდით დაგიბრუნდებით მე ჩავთოთ პირდაპირ ეთერში ლევან ხაბეიშვილი. მადლობა ბატონო გრიგოლ. ლევან ხაბეიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში.